შეჭრილები, ჩვენ ვართ კანონიერად შემოსახლებული მთავრობის მიერ 91 წელს და კანონიერად მოვითხოვთ აქ და არ გვაქვს პრეტენზია თუ არ შეესაბამება ეს დაკანონებას, მაშინ კანონიერად როგორც შეგვეფერება ჩვენ მდგომარეობაში მყოფ ხალხს ინტეგრირებულ დევნილებს ნუ გვაიგივებენ იმათთან ვინც ჩვენ უკვე ერთხელ ინტეგრაცია განვიცადეთ და მეორედ ამას მართლა ვეღარ გადავიღალ ისევ ხალხს თავაზობენ 10,000 ლარი ოჯახზე დოლარი ოჯახზე ამ კიდევ რუსთავში ქირი დაგასახლებდო დროები და 3-4-ში გაგირებოდნენ და გადაგიყვანო და 3-4 თუ რა გვეცალო მაშინ და მე გარემონტო და გადაგვიყვანო 3-4 ჩვენ გვაინტერესებს სადაც გადაყევხართ იცით სადა სად გადადით არ გაუნებიან არც ვიცით სად გადავყევარ არა და ეხლა ქირით გადასვლა სად თავაზობენ რუსთავში ქირით რუსთავში და თვითონ გადაგიხდიან ქირა არ ვიცი თვითონ გადაგვიხდიან თუ ჩვენ გადავიხადოთ ეგეც არ ვიცი წავალ და ვითხრა პოლიტიკის თავშესაფრ რომელიმე საერთო რომელიმე ქვეყანას რომ როგორც ტოლი წამყვანი მე აღარ მინდა ამ საქართველოში პირადად და პირადად მედია რომ ბევრი ასეთი ეს ფოტოში თქვენი ოჯახი რამდენი წევრისგან შედგება 5 წევრისგან შედგება და რამდენი ოთახში ცხოვრობთ 2 ოთახში და სადაც გადადიხართ იქ იცით რამე დეტალები არაფერი არ ვიცი და გარდა იმისა რომ ვიცით რომ ბარგი უნდა ჩამოვიდანოთ და სანამ ისინი დაგაკმაყოფილებენ ტერმინალში უნდა გადაიდანონ ეს ბარგი ესე ჭორის დონეზე ვიცით და მე რას გვიზავენ უკვე აღარ აი ეს რა მაინტერესებს აი რატომ აპროტესტებთ ასეთქად აი თავიდანვე იქნებ უკეთეს ადგილას გადადიხართ აი არ გიცდიათ რომ ჩასულიყავი და გენახათ სად გადადიხართ ჩვენ პალასკონის თვითონ მოგზანდებიან და შეგვატყობინებენ და ის დოლარი 10,000 ეს არის დაცინვა არ მინდა საბურთალო გაწუხო მე საბურთალოში მაგრამ ელემენტარული შევძლო თბილისში სადმე თუნდაც გარეუბანში რაღაც ეს სულამი და მიჩვენია ეს საბურთალო ამ გამონაბოლქვში ცხოვრება სულამ სიამოვნებს მე იმ პატარა ოთახებში ვიცით რა თუ ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებენ ისე რომ ჩვენ სადღაც დავუკვირდებით და ვიცხოვროთ ნორმალურად არა როგორც აღარ გვინდა ეს დევნილი აღარ მინდა ვიცხოვრო ნორმალურად და ნორმალურ ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ის რომ სიებით რომ მოვიდნენ ძველი სიები ესი არა აქ ოჯახები 91 წლის შემდეგ გამრავდა მე რომ ჩამოვედი ვიყავე ბავშვი მე-10 კლასელი ეხლა შვილი მყავს მე-10 კლასელი ის არც დედა ჩემის ოჯახად ითვლება და არც ჩემი დედამთილის ოჯახი და ასეთი ოჯახები უნდა დავყავ ოჯახზე რო ატლევენ 10,000 ზოგ ოჯახში გულისხმება ზოგს 10 იმ 10 მათგან მაგალითად აი რუსთავში ცხოვრება ხო აი რატო არ გაწყვეტ ანუ იქებით უკეთესი პირობები აი იცით რა არის როდესაც ოჯახი წვითავს დაუშვათ გადასახლებას რუსთავში ამისთვის ფსიქოლოგიურად ემზადება რამდენი ხანი რაღაცა მიზანი აქვს როდესაც მიდის სხვა ქალაქში საცხოვრებლად ხო ჩვენ ამ წუთას არანაირი მიზანი არ გაგვაჩნია ჩვენ ვცხოვრობთ თბილისში ჩემი შვილები დადიან პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში სწავლობენ და არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემ შვილებს იმიტომ რომ მთავრობას ესე უნდა აუწესო გზატკვა და არა მაქვს ისეთი ხელფასი რომ რუსთავიდან თბილისში ვიარო სამსახურში გასაგებია